მორიგი აქცია სოკარ ჯორჯია გაზიაჭერა სათაო ოფისის წინ. შეკრებილმა მომხმარებელმა კომპანია მაღალ ფასებსა და მონოპოლიაში დაადანაშაულა. აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ, მათ შორის იყვნენ ქართული ოცნების მაისურებში გამოწყობილი აქტივისტებიც. კომპანია თემით პოლიტიკოსების დაინტერესებას წინა საარჩევნო ქულების დაწერა დაფასებს. თემაზე ნინი ხარშილაძე მუშაობდა. სოკარ ჯორჯია გაზიაჭერას წინ ბუნებრივი აირის მილების სამონტაჟო კომპანიებმა ბაზრის მონოპოლიზაციისაგან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი სოკარ ჯორჯიას უხარისხო მასალის ხარჯზე დაწეული ტარიფების მეშვეობით აბონენტების მიტაცებაში სდებენ ბრალს. გვიქმნის ისეთ ბარიერებს, რომელიც რომ ეს ყველად გაუმართლებელია. მართალია, მასთან ჩვენ საღი კონკურენცია არ გვექნება, იმიტომ რომ ის ბუნებრივი მონოპოლისტია, მაგრამ გვიქმნის იმ ბარიერებს, რომ ხელოვნურად გვაძევს ბაზრიდან. საფუძველს იყენებს ვითომ ჩვენ არაკომპეტენტურობაში, ჩვენ არაპროფესიონალიზმში. აქციაზე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც სოკარ ჯორჯია გაზიაჭერის ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა მერაბ ღოღობერიძემ კი შენობას კვერცხები დაუშინა. არაერთი დაპირებისა ქართულისა, ქართულ ოცნებისა და ამ ადამიანებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, როგორც არასამთავრობო და როგორც პოლიტიკურმა პარტიამ მაშინდელმაც არანაირი რეაგირება არა პროკურატურიდან, არანაირი რეაგირება არა ფინანსური პოლიციიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ არიან ჩართული ამ ადამიანებს კოჰაბიტირებულად მუშაობენ. აქციაზე პოლიტიკური სუბიექტების გამოჩენას წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას უკავშირებენ სოკარ ჯორჯია გაზიაჭერაში, სადაც განმარტავენ, რომ კომპანია მაღალხარისხიან მასალას მოქალაქეებს მინიმალური ფინანსური დანამატებით სთავაზობს. იგივე მომსახურება კი კერძო კომპანიებში დაახლოებით 6-ჯერ მეტი ღირს. საინტერესო თემა არის პოლიტიკური ქულების დაგროვების კუთხით. არის ევროპული ხარისხის მასალები გამოყენებული ყველა მშენებლობაშიც ინდივიდუალური გაზიფიცირების კუთხით. რაც შეეხება შესრულებას, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ კომპანია სოკარი 6 თვეში ერთხელ სისტემატიურად ახდენს მუშა პერსონალის გადამზადებას. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აჭარის ბიზნესმენთა უფლებების დაცვის ფონდს წერილობით შეატყობინა, რომ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ბუნებრივი გაზის გამონაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურების დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.